ვიწყებთ გადაცემას ვინ რა არის ქართულ პოლიტიკაში. დღეს თლად პოლიტიკოსებზე არ დავიწყებთ ლაპარაკს, მაგრამ ბატონო გია, მე ახლა მოვდივარ სიონის ეკლესიიდან, აი ზუსტად ახლა იქიდან მოვედი. დღეს არის ელდარ შენგელაიას გასვენების დღე და რა თქმა უნდა მომიტივდა რაღაცები, რაც მეხსიერებაში ჩამრჩა. ბატონი ელდარი ახლა ვინ იყო, რა იყო, ამაზე ლაპარაკს არ დავიწყებ, არც მის დიდ რეჟისორობაზე, ახლა ეს ბევრმა იცის და თუ კი რამეს ლაპარაკოა, უნდა ილაპარაკოს პროფესიონალმა. მე ამ საქმეს როგორც მოყვარული, ისე შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად საამაყო ადამიანია და მთელმა საქართველომ შეგვიძლია ვიამაყოთ მისით როგორც რეჟისორით. მაგრამ მე სხვა რაღაცაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ხა მე თითქმის 10-12 წლით მასზე პატარა ვარ, მაგრამ მთელი მისი ეს სერიოზული შემოქმედებითი პერიოდი ჩემს თვალწინ გაიარა და ვიყავი მოწმე მისი აი მიღწევების როგორც ხელოვნებაში, ასევე პოლიტიკაში ძალიან აქტიურობდა. და რა მინდა ვთქვა, იცით, რომ აი ზურაბ ჟვანიას გუნდის წევრი იყო, როცა მოქალაქეთა კავშირი ჩამოყალიბდა და რამოდენიმეჯერ მოხდა ისე, რომ ამ გუნდთან ერთად მეც ვიყავი და ზურაბ ჟვანია ზუგდიდიდან იწყებდა სამეგრელოდან ამ წინასაარჩევნო კამპანიებს და ბატონი ელდარი ყოველთვის თან ახლდა. და ერთხელ მოხდა ისე, რომ მეც ვარ და ბატონი ელდარიც არის და იქ ზუგდიდში იცი კარგი სტუმრობა იციან და სტუმრის პატივისცემა და ერთ-ერთი იქ ჩვენი ყოფნის დროს ბანკეტი გაშალეს სადღაც რეგიონში და არ მახსოვს ვიღაცა თამადობს, მაგრამ მთავარი არის, რომ ელდარ შენგელაიას სადღეგრძელო ითქვა და მოვიდა ჩემი რიგიც, მეც უნდა ვთქვა რაღაცა. მე ვზივარ ბატონ ზურაბის გვერდით. ნუ რა თქმა უნდა ყველა რაღაცას ლაპარაკობს, სწორება მაინც ზურაბისკენ არის. ნუ ზურაბ ჟვანიაზეა ლაპარაკი. ხო და მე ვეუბნები მადღეგრძელე ბატონი ელდარი და მე ვეუბნები ბატონ ზურაბ, მე ვთხარი, მე რამდენადაც ვიცნობ ბატონ ელდარს, ეს კაცი ყოველთვის არის ოპოზიციაში, რომ ის არასოდეს, ასე ვთქვათ, კოჭს არ უგორებს გაბატონებულ პარტიას თუ პიროვნებას და ის რომ დღეს ის თქვენთან არის, ალბათ არ არის გარანტია იმისა, რომ თუ თქვენ გაიმარჯვებთ, ზურაბი მაშინ უკვე ოპოზიციაში გადავიდა და თავისი ახალი პარტიით გამოდიოდა, რომ ის მეუთხარი პირველი ჩაგიდგებათ ოპოზიციაში. მე ვფიქრობ, რომ ბატონი ელდარის ყველაზე ღირსეული თვისება სწორედ ეს არის, რომ ის ყოველთვის არის სამართლიანობის და წესრიგის და წესიერების სადარაჯოზე და რადგანაც ვერც ერთი ხელისუფალი მაქსიმალურად ამ საქმით დაკავებული ვერ იქნება და ვერ მიაღწევს სრულ იდილიურ წესრიგს, ამიტომ მას ყოველთვის აქვს რეზერვი, რომ გააუმჯობესოს თავისი მმართველობა და ამისათვის ყოველთვის არის საჭირო ელდარ შენგელაიასთან ადამიანები, რომელიც როგორიც არ უნდა მეგობარი იყოს შენი, ის მაინც გამოგაფხიზლებს და გეტყვის სიმართლეს. აი ეს იყო ჩემი სიტყვა ნათქვამი, ეს 2003 წელს იმ არჩევნების წინ მოხდა. 2003 იყო, ხო? აი როცა ის მე რევოლუცია მოყვა ვარდების და ფაქტიურად მასზე დარჩა. შევარდნაძის დროს კომუნისტურ ხელისუფლებას და წყობას აკრიტიკებდა და მისი ფილმები გახსოვთ თქვენ ბიუროკრატიაზე და უამრავ რაღაცაზე, ფაქტიურად ამის დემონსტრირება იყო. შემდეგ ზვიადის ხელისუფლებაში მოვიდა და იქაც რაღაცა, ესე იგი, არ მოეწონა და
ზიადის ოპოზიციაში იყო, ну ზოგიერთი მას დიდ მინუსად უთვლიან, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ასე ავტომატურად ამის მინუსად ჩათვლა არ არის სამართლიანი, იმიტომ რომ იქ იყო ნიუანსები და იქ მისი გამომაფრიზებელი სიტყვები ალბათ საჭირო იყო, თუმცა მე რომ გადაიზარდა ეს შეერაღებულ დაპირისპირებაში, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდი იყო და მე ჯერა რომ ამაში არ მიუღია მონაწილეობა ელდარ შენგელაიას, ну ასე მჯერა, ასე ვფიქრობ და რაც შეეხება ვარდების რევოლუციის შემდეგ ის დადგა ამ მხარეს, მაგრამ ძალიან მალე შეიცვალა და ისევ დადგა ოპოზიციაში. თუმცა უკვე წლებმაც მოასწრო და უკვე ასე ვერ აქტიურობდა. მოკლედ, ორი სიტყვით რო ვთქვათ, ელდარ შენგელაიასთან ხალხზე დგას ეს ქვეყანა. ადამიანი, რომელიც ყოველთვის რაღაც იდეას ემსახურებოდა და არა ვიღაც კონკრეტულ პიროვნებას. ადამიანი, რომელიც მთელი თავისი შემოქმედებითაც ამას ემსახურებოდა, სამართლიანობას და დემოკრატიის განვითარებას და აი ასეთნაირად იცხოვრა ამ კაცმა 92 წლამდე და დღეს მას მიაცილებს საქართველო იმიერ საქართველოში. ნათელში იყოს ელდარის სული, ელდარის სახელი დარწმუნებული ვარ, ერთი ვიღაცამ თქვა და იმის პერეფრაზს გავაკეთებ, რომ მისი სული უფრო ბედნიერი იქნება, ვინმე თვითონ იყო. ხო, ეს გოგოლის მასე ძეგლზე წერია, მახსოვს პეტერბურგში სადღაც წავიკითხე მე თვითონ წერს, რომ ვიცი, რომ ჩემი სახელი იქნება ჩემზე ბედნიერიო. ესე იგი ამ ცხოვრებაში ბევრი გაჭირვება ნახა, სირთულეები ნახა და უკვე დარჩა, რახან გადავიდა იმ ქვეყანაში, დარჩა მხოლოდ სახელი და ამ სახელს, რა თქმა უნდა, გაიხსენებს ადამიანები უკვე მისი შემოქმედებიდან და იმ საქმებიდან, რომელიც მან აკეთა. აი ეს მინდოდა მეთქვა. ახლა ამის შემდეგ მინდა ცოტა უფრო პოზიტიური ინფორმაცია და ისევ გადაუხრო უნდა ამას, ვინ რა არის ქართულ პოლიტიკაში. საქმე იმაშია, რომ გუშინდელ საქართველოს რესპუბლიკაში, აგერ გაზეთი მაქვს, დაიწერა დიდი სტატია, ბევრი ავტორები ყავს, ძირითადი ავტორი ნუგზარ რუხაძე არის და თემა ეხება 103 წლის ფენომენი. ქართველი, რომელიც ნობელის პრემიას იმსახურებს. ეს არის ქალბატონ ელენე აბაშიძე. ქალბატონ ელენე აბაშიძე, რომელიც იყო და დღესაც არის ჩვენი მეცნიერთა კონგრესის წევრი. ქალბატონი, რომლის დამსახურებაზე ასე ხმამაღლად და გამოკვეთილად სწორედ ჩვენთან ითქვა. ქალბატონი, რომელზეც პირველი გადაცემა სერიოზული, ასე როგორც მეცნიერის და პიროვნების, გააკეთა ჩვენმა დირექტორმა, ამ ტელევიზიის დირექტორმა, ქალბატონმა მანანა იმედაძემ. და ქალბატონი, რომელსაც ამ ტელევიზიამ საავტორო გადაცემის წაყვანის საშუალება მისცა და ამ საავტორო გადაცემას ერქვა ყველაფერი ჩემს შესახებ. მაშინ ქალბატონი ელენე იყო 101 წლის. ქალბატონი ელენეს პირველი გამოსვლა შედგა 23 ფებრუარს. 23 წლის 23 ფებრუარს. 23 2023 2 წლის წინ. 2 წლის წინ. და დაახლოებით 16 თვე მას მიყავდა ეს გადაცემა ყოველ კვირის რომელიღაც ერთ დღეში. მაგრამ იმისათვის, რომ ცოტა ეკონომია თავისი ენერგიისათვის გაეკეთებია და ხშირად აქ არ მოსულიყო, მოვიდოდა და 1-2-3 გადაცემას ჩაწერდა. მაგრამ 16 თვეის მიდიოდა და თქვენ ყველა შეგიძლიათ YouTube-ზე არის მისი გადაცემები, ასე ქვია, ყველაფერი ჩემს შესახებ. ახლა
რითია გამორჩეული? აი პატარა ციტატები მინდა წავიკითხო. აი რას წერს ეს გაზეთი? თქვენს წინა რესპუბლიკის რომელია საზოგადოებას უთხარი? ეს ნომერი არის, აი გუშინდელის არის და რესპუბლიკა გაზეთი ნომერი არის 109-110. გუშინდელი 6 აგვისტოს 4 შაბათი ამ წლის. აი ეს არის საქართველოს რესპუბლიკა და აი აქ შუა მერვე მეცხრე გვერდი მთლიანად ეძღვნება ქალბატონ ელენეს. სტატიებისია ბატონი ნუგზარ რუხაძეს და აქ არის ნათქვამი მის დამსახურებაზე, მაგრამ ესენი ფაქტიურად ამათ გააკეთეს პირველი ნაბიჯი და განაცხადი და ჩვენ ალბათ ყველა უნდა შევუერთდეთ ამას და მე რამდენადაც ვიცი აქ წერია რომ ნობელის პრემიის კომიტეტშიც გაიგზავნება ეს წერილი და მისი ბიოგრაფია და მისი სამეცნიერო შედეგები და აი ამ როგორც ნობელის პრემიის ნომინანტის პირველი ჩვენი ისინი რა ქვია მაგას ავტორები არიან ესე იგი ბუღაძე, აულა გიგაური, იაკობ თოდუა, გვანჯი მანია, კოორდინატორი, ხათაშორის გვანჯი მანია არის, ქეთევან გალობლიშვილი, ზაურ ნაჭყებია, გოჩა სოზიაშვილი, მაია ტყემალაძე, თამარ ფარჩუკიძე, სიმონ ჯაფარიძე და თვითონ ეს ტექსტი დაწერა მისი ავტორი არის ბატონი ნუგზარ რუხაძე. თქვენს წინაშია ელენე აბაშიძე 103 წლის დაბადებული 22 წლის 18 მარტს 1922 წლის ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე გეოგრაფი კარსტოლოგი სპელეოლოგი ჰიდროლოგი და ჰიდროგეოლოგი გეოლოგია მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი 50 წლიანი მიზანმიმართული შრომით 13200 ექსპერიმენტის ანალიზის მიხედვით მან უარყო და რადიკალურად შეცვალა 2 საუკუნოვანი მსოფლიოში გაბატონებული კირქვის ნაპრალების ზედაპირების ხსნადობის მცდარი მეთოდი და მოგვცა ახალი როგორც კვლევის მეთოდი ასევე მისი განზომილება. მე აქ სადღაც ესე იგი მისი ეს აღმოჩენა შედარებულია ფიზიკაში ეინშტეინის ფარდობითობის თეორიასთან, რომელმაც რა თქმა უნდა ნიუტონის მექანიკა თავდაყირა დააყენა და მერე ფიზიკის ყველა ნაწილში შეიქმნა აუცილებლობა სხვანაირად მიეხედათ თავიანთი თეორიებისათვის და იგივე გააკეთა ამ ქალბატონმა ამ მინერალოგიაში და გეოლოგიაში. ფაქტიურად ორი სიტყვით რო ვთქვა, ამან თავისი ექსპერიმენტებით დაამტკიცა, რომ აი ამ გეოლოგიურ ქანებში ნაპრალი თუ არის მაგალითად ადამიანის თმის სისქის ის რაღაც გარკვეული წლების შემდეგ ის იზრდება და ეს ძალიან ეფექტურია და ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ამ ჰესების მშენებლობის დროს, როდესაც ჩვენ ბეტონის დიდიმებს ავაშენებთ და გონია რომ ის მუდმივად ასე იქნება და ის არ დაინგრება. ყველაფერი ეს გადასახედი შეიქმნა და აი ეს ქალბატონი აი ამ ნაშრომების მიხედვით შეერთებული შტატების აკადემიამ 100 საუკეთესო მეცნიერში დაასახელა. აი ასეთი არის ეს ქალბატონი და აი მას ეძღვნება ეს სტატია და მე უბრალოდ მინდა ჩვენ საზოგადოებას უთხრა რომ აი ჩვენ გვყავს 103 წლის ცოცხალი ლეგენდარული მეცნიერი რომელიც ნომინირებულია ნობელის პრემიაზე და აბსოლუტურად არ არის გამორიცხული
რომ ის მიიღებს ამ პრემიას. Რა თქმა უნდა, ჩვენ საზოგადოებამაც უნდა მივიღოთ მონაწილეობა, გავუკეთოთ მას შესაბამისი მხარდაჭერა, მით უმეტეს, როცა მისი აღმოჩენები და მისი შრომები გვაძლევს ამის უფლებას. Აი ეს ინფორმაცია მე ახლა არ მეცა საზოგადოებაცის არ შეიძლებოდა, მით უმეტეს, რომ ჩვენი ოჯახის წევრია ქალბატონი ელენე. სხვათა შორის ბატონმა თემურ შაშიაშვილმა პირველმა მიაქცია მას ყურადღება ის რომ ის ჩვენთან მოვიდა ბატონ თემურის დამსახურება, ჩვენ რამოდენიმეჯერ ვიყავით მის სახლიდანაც გავაკეთეთ გადაცემა, გარდა იმისა რომ მას აქ მიყავდა თავისი საავტორო, ჩვენ მის სახლიდანაც და სხვათა შორის იმ 23 წელს, როდესაც აი გოლეთიანის ღონისძიებები იყო თბილისში, გოლეთიანი გახსოვთ მის ენგურის ხეობის საპროტესტო აქციებს რომ მართავდა თბილისში, იქაც იყავდა და სამწუხაროდ მაშინ ჩვენ ვერ მივაღწიეთ რომ იმ მიტინგზე რესპუბლიკის მოედანზე ქალბატონ ელენასათვის მიგვეცა სიტყვა. ნუ ახლა ეს ჩვენ ქართველები ვართ და აი ასეთები ვართ, ასეთი გენიალური ადამიანი, ასეთი ზღაპრული ბიოგრაფიის და ცოდნის ადამიანი, რომელიც თავისი მთელი მეცნიერული ნაშრომებით სწორედ ამაზე ღაღადებდა რომ ასეთი კაშხალების აშენება არ შეიძლება, რომ მისი ეს გამონათქვამები და დასკვნები სოფლიო მეცნიერების მიერ აღიარებულია და ჩვენ საქართველოში ჩვენი აი ამ ყრუ და ბრმა ხელისუფლების ხელში, ესე იგი ვერ ხდება მისი რეალიზება და ესე იგი თუნდაც გათვალისწინება. ეს მე კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა იძულებული ვარ ასეთი შეიძლება არასასიამოვნო იმით გამოვიდე ხელისუფლების წინაშე, იმიტომ რომ არ შეიძლება მეცნიერების უგულვებელყოფა, არ შეიძლება მეცნიერული აზრის იგნორირება და არ შეიძლება ასეთი ცოცხალი ლეგენდარული ადამიანების იგნორირება და რომ არ უსმენდა და არ აქცევდა ყურადღებას მის შემოქმედებას. აი ამ ნაწილში რამე ხო არ გიდათ დაამატოთ? პირველ რიგში მინდა რამდენიმე სიტყვა თქვა, ქალბატონ ელენე აბაშიძე 100 წლის გახდა. ჩვენი ფაზის აკადემიის წევრი გახავთ ქალბატონი ელენე აბაშიძე და 100 წლის იუბილეასთან დაკავშირებით მე წერილი გამოაქვეყნე მისადმი და ძალიან საინტერესო იყო საგაზეთო პუბლიკაციის სახით და ყოველ შემთხვევაში ინტერნეტის სივრცეში გავხსენდა. ქალბატონი ელენე ყველა კარგად ვიცით, თქვენ ძალიან კარგად დაახასიათებთ და ვუსურვებთ წარმატებას, მაგრამ აქ საინტერესოა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სისტემაში უნდა გაკეთდეს ეს ნობელის პრემიატის, მაგრამ როგორ იქნება წარდგენა, მე დეტალები არ ვიცი, ამას თავისი სიზუსტე უნდა, თავისი საკუთრებით ჭირდება, შეიძლება ამ კომიტეტმა იცის. მეორე მინდოდა მეთქვა ბატონ ელდარ შენგელაიასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ბატონ ელდარ შენგელაიას წასვლა უდრო ეს დიდი კიდევ ხან შეუძლია ადამიანს იცოცხლოს თავის შესაძლებლობით, ნათელში ამყოფოს, მას როგორც დიდი რეჟისორს მე არ ვეხები, არც სხვანაირად, ყოველად განათლებულიც იყო, მაგრამ მაინც ქართული საზოგადოება აღნიშნოთ, რომ მისი როლი გადატრიალების დროს ძალიან ცუდად იყო აღნიშნული, ამიტომ ჩვენ მაგალითი არ უნდა მივცეთ არც ერთ ავტორიტეტის მქონე პიროვნებამ არ უნდა მივცეთ, რომ სახელმწიფოში რევოლუცია და გადატრიალებები მოხდეს. აი ძალიან მინუსად არის დარჩენი ეს უნდა ვთქვა, ჩვენ ქართველებმა არ ვიცით საერთოდ გარდაცვლილი ადამიანზე რამე ვთქვათ. უნდა ვთქვათ, რომ შემდეგში ვინმე შესწორდა არ დაუშვათ ასეთი დიდი რანგის მეცნიერები და ასეთი დიდი რანგის რეჟისორები შესწორებს უშვებენ და ჩვენც უშვებთ ყველანი და ეს არის ჩვეულებრივი. ხო, მაგრამ აქ აღნიშნოთ ერთი დადებითი, როგორც აღნიშნეთ, ძალიან დიდი უარყოფითია ეს ბატონო ვახში, ეს ქართულ საზოგადოებაში 80%-ში აღიქმება ძალიან ცუდად ვისი ეს ისა და ქართულ საზოგადოებამ უნდა
გავიაზროთ ამ ხრივ. ისწორედ ის გადატრიალება რომ არ ყოფილიყო სახელმწიფო, ახლა ჩვენ სახელმწიფო გვექნებოდა შედარებით. ახლა ამ დეტალებზე არ მინდა ვისაუბროთ. ბატონ ელდარ შენგელაიას როგორც მოღვაწე დიდი რეჟისორი ამაზე იმდენია დაწერილი და შესანიშნავი ფილმები არის მის მიერ გაკეთებული, რომელიც მე დღემდე ყველა მიყვარს და როგორ გითხრათ ვერ შევცვლი ვერც ერთ ადგილს იმდრომ იმდენად მისი მიერ მოფიქრებული რამდენადაც აჩვენებენ იმდენჯერ უყურებ თავიდან ბოლომდე ასევე ვინც დაწერა სცენარი ისიც საოცარი კაცი გახლავთ და ამიტომ ეს ფრაზები ძალიან დღეს მოქმედია ცოცხლობს ამიტომ ბარტონი ედალი შენგელაი ამ შემოქმედების თვალსაზრისით ქართველ ერში იცოცხლობს მე მინდა ერთი დადებითი რამ აღნიშნო განსაკუთრებით რომ ქართულმა საზოგადოებამ არიცის ბატონი ელდარ შენგელაიასთან დაკავშირებით შენგელაიასთან ის გახდათ პარლამენტის ხელნაწიკის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და მან პირველად ევროპიდან ჩამოიტანა ის ძვირფასი მასალა რომელიც ქართულ სახელმწიფოებრიობის დამოუკიდებელი ჰერალდიკური მასალა იყო საჭირო და ეს თუ ქართულ მაყურებელს სურს ნახოს ის შესახებ მისი მოღვაწეობის შესახებ ალექსანდრე თავაძის წიგნი არსებობს ასეთი რომელიც არაჩვეულებრივად არის მოცემული სხვათა შორის ბატონ ელდარის ხვაწლი აი ეს ჩვენ რომ დროშა გვაქვს ბევრმა ვერ გაიგო ეს აღნიშნავენ რომ ეს არის ჯვაროსნების რაღაცებს ამბობენ მაგრამ ისტორიული თვალსაზრისით რაც ჩვენ ახლა დროშა გვაქვს ეს არის სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე მოცემული დროშები განსაკუთრებით ეს დროშა ფრიალებს ჯვარიანი სამეგრელოს სივრცეში ეს რუკები ევროპაში აღმოჩენილი და მე რომ ვუთხრა ქართველებს ეს რუკები ნამდვილად ახლა შეუძლია ნახონ რაღაცა ნაწილი ახლაც არის ჩვენთან ერთ-ერთმა კომპანიამ სამშენებლო კომპანიის ანაგის პრეზიდენტმა თავისი მოქმედებიდან და ასევე სხვა პოზიციებიდან რამდენიმე ევროპული პირველადი რუკები შეიძინა და გამოფენილია ეს ერთ-ერთ გასაგამოფენო სივრცეში და ეს ჩვენ ნამდვილად აღნიშნეთ Facebook-ზე და სექტემბერშიც გაგრძელდება. ამიტომ ქართველებმა ყოველ შემთხვევაში ისტორია რომ ვიცოდეთ აი სწორედ ეს ჰერალდიკური მასალა პირველად ბატონ ელდარ შენგელაიამ იპოვა ევროპაში. რა თქმა უნდა ელდარ შენგელაიასთან ერთად უნდა აღნიშნოთ ისტორიკოსი პადრი გოგია რომელიც პარიზში მოღვაწეობს ისტორიის სპეციალისტად დოქტორი გახლავთ ის პარიზში ცხოვრობს და მანაც პირველად ეს მასალები გამოაქვეყნა ანუ პირველი წყარო ფაქტობრივად გამოდის რომ ელდარ შენგელაიამდე იყო პადრი გოგია მოგლედ ეს მინდოდა მეთქვა ქართველებისთვის დიდი მადლობა რა თქმა უნდა შენიშნას ვღებულობ მეც ისე ვთქვი ახლა რომ იმ პერიოდში მართლა ნუ ყოველ შემთხვევაში ის პერიოდი გამოკვლევას საჭიროებს და ყველას როლი უნდა გამოვკვეთოთ და თუნდაც ძალიან დიდი დამსახურების პიროვნება იყოს თუ მას იქ რაღაცა შეეშალა ჩვენ ეს შეცდომად უნდა ჩაუთვალოთ და არა პირიქით რომ რაღაცა მივჭმალო და არ შეიძლება ამის გაკეთება მოგლედ გადატრიალების მოწოდება დააკეთა ხო და ესე იგი ამას ვერ აუვალთ მაინც ეს დოკუმენტები და ისტორიული მასალები რჩება და ერთ მშვენიერ დროს ვიღაცა ამას ყველაფერს გამოიკვლევს. ისე ჯობდა რომ დროზე გამოგვეკლია იმისათვის რომ რაც შეიძლება ბატონ ნოდარ ნათაძე მოინანია. ბატონ ელდარსაც უნდა მოინანიება. საერთოდ ჩვენ უნდა ვისწავლოთ მონანიება ქართველებმა. ისედაც ფილმი გვაქვს მონანიება. მოკლედ რაღაცა გასაკეთებელია ამ მიმართულებით. უნდა მოვინანიოთ ყველა. ყველამ უნდა მოვინანიოთ, კი ბატონო, ყველას გვაქვს ბატონო. მაგრამ ზოგს ძალიან დიდი და ხო, მაგრამ ახლა ედვარდ შევარდნაძე ვერ მოინანიებს და ისე წავიდა რომ არ მოინანია ამ დროს ნუ მოკლედ ისტორია მაინც ყველას თავის ადგილს მიუჩენს მაგრამ დღეს ჩვენ აი ამ დღეს ელდარ შენგელაიას ძირითადად აი დადებით და
დამსახურებებზე ვილაპარაკოთ და იმ დანარჩენზე ჩვენ თვალს არ ხუჭავთ, ვიცით რომ იქაც რაღაცა არის, როგორც იტყვიან ნიტო, მაგრამ იმასაც ჭირდება გაშიფრვა და ასე ვთქვათ მეცნიერული ანალიზი. ეს ბატონო ბახში ბოდი რომ გაწვეთინებ, ეს კულტურა თუ ჩვენთან ჩამოყალიბდება. ხო, რა თქმა უნდა, ასეთი სიტუაცია აღარ ჩამოყალიბდება საქართველოში. ყველას უნდა ეშინოდეს საკუთარი სინდისის ღვთის წინაშე. კი ბატონო. გადავიდეთ ახლა ჩვენს პირდაპირ მოვალეობაზე, ვინ რა არის ქართულ პოლიტიკაში. ახლა ეს Facebook ძალიან საინტერესო ფენომენია, საშუალებაც არის ფენომენი. მე ახლა წავიკითხე ბატონი მურღულიას წერილი. ხო, მე წავიკითხე თქვენი გაზიარებული. თქვენი გაზიარებული იყო თქვენს გვერდზე. ხო, მე დავწერე ახლა ჯერ ჩემს იმას წავიკითხავ და მე თვითონ იმთიან. ვიზიარებ ბატონი გია მურღულიას წერილს, მის შინაარს, რა თქმა უნდა ვიზიარებ, ახლაც ვაღიარებ, ვიზიარებ. გია მურღულია რას ეს უნდა თქვათ, მსმენელმა უნდა იყოს. ანუ რა თქვა მოკლედ იმ წერილში მან მოკლედ რა გვითხრა? აი ესე კარგი, ჯერ მურღულიას წერილი წავიკითხო. წერილი ხელისუფლების მაღალ ჩინოსნების მიმართ. სხვათა შორის იმ მაღალ ჩინოსნებს დღეს ყველას იქ ვხედავდი სიონის ტაძარში და ერთად იყვნენ ისინიც და მათი ოპონენტებიც, მაგრამ არ ვიცი მათ ჰქონდათ თუ არა წაკითხული მურღულიას ეს. ალბათ ექნებათ ესეთი 2-3 დღის წინანდელი ამბებია. რას აკეთებენ ისინი ისეც, ესე იგი მაღალ ჩინოსნებს მიმართავს, რაც ექიმის, პოლიციელის ან მასწავლებლის შრომას აღემატება. ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებიც თავიანთ ბითურ ცხოვრებასა და საქმიანობას ასე ძვირად გვიფასებენ? ხან ერთ, ხანაც მეორე შემთხვევაში ვიგებთ, რომ რომელიღაც ჩინოვნიკს სახელმწიფო შემოსავლებიდან თვეში 20,000, 25-30,000 ლარს უხდიან ხელფასად. არაფერი დიდება ამ ადამიანებს ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისათვის არ მოაქვთ. ეს სახელმწიფოს იდეის დაცინვა და სახსრების უპასუხისმგებლო ფლანგაა. თქვენ ეს არ აგაგთხოვთ წაკითხული? კი, წაკითხული გვაქვს და აქ ქართულ მეცნიერებაზე რა მდგომარეობაშია თქვით მე? არც ერთი იმ სფეროში, რომელშიც ჩინოვნიკები ლარ ბალახობენ, ესე იგი ლარით ბალახობენ, საქმე კარგად არ მიდის და რომც მიდიოდეს სხვა ადამიანთა შრომა ასე აბუჩად არავინ უნდა აიგდოს. თლაც საარაკო ცირკი ის არის, რომ ეს ჩინოვნიკები წელიწადში არაერთ პრემიასაც იღებენ. ესე იგი 30,000-იან ხელფასია და კიდე პრემიას იღებს. რას აკეთებენ ისინი ისეც, რაც ექიმის, პოლიციელის ან მასწავლებლის შრომას აღემატება? ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებიც თავიანთ ბითურ ცხოვრებას და საქმიანობას ასე ძვირად გვიფასებენ? მე როგორც ერთი თავისუფალი ქართველი მასწავლებელი ამ ჩინოვნიკების და ვინც ასეთ უმსგავსებას შესაძლებელს ხდის, გასაგონად ვამბობ. თქვენ არა ბატონებო, იმაზე გაცილებით მეც ითვისებთ, ვიდრე იმსახურებთ. მოკლედ ჩვეულებრივი ამაზრზენი ქურდები ხართ. უმწიფარმა სახელმწიფომ საშუალება მოგცათ და ლარებს უსირცხილოდ იპარავთ. ესე იგი მაღალ ჩინოსნებს ეუბნება, ხო? თავისი მეგობარზე რატომ არ ამბობს ბატონო ვახში? ახლა წავიკითხო. თქვენ ხელს გვიშლით, რომ ბავშვები წესიერ მოქალაქეებად ავგზავნოთ. თქვენი სიტყვა პატიოსანს ბჭყალებში სამარე გაუთხარეთ და ზედ ბევრი მიწაც მიაყარეთ. თქვენ საქციელს არანაირი განათლება არ აქვს და საქართველოს წესიერ მოქალაქეებს კანონიერი უფლება აქვთ მაქსიმალურად გრძელ ფეხებზე დაგიკიდონ. თქვენ საზოგადოების პატივისცემას არ იმსახურებთ. თქვენი ხვედრი მხოლოდ იგნორირებაა. ამ ადამიანებს ალბათ განცდა აქვთ, რომ სხვებზე ჭკვიან
მოხერხებულები არიან და სამყაროს ბევრი რამ ზედმეტი წაღლიტეს, რა კარგად გამოიყურებიან, რა კმაყოფილები არიან, ზოგს სოციალური სტატუსი აქვს, მაგალითად მარეგულირებელია ბიჭი ან გოგო, ზოგსაც მაღალი თანამდებობა და არიან ჭურბელებივით ტკბილად, უბრალოდ დაკანონებულად მიაქვთ ეგრეთ წოდებული ხალხის ფული. სანამ ეს ასე გრძელდება, საქართველოში სიტყვა სამართლიანობა ყავარჯნებით ივლის და მშვენიერ დღეს შეიძლება წაიქცეს კიდეც. სირცხვილი უფროს თაობას, რომელიც თავისუფალ საქართველოს ამგვარი პრინციპებით აშენებს და არ დაგავიწყდეთ, რომ ამას ბავშვებიც ხედავენ. ბევრ მათგანს უკვე გონია, რომ როცა გაიზრდება, თავადაც შეუძლია ასე მოიქცეს. გია მურღულია, სკოლა ლოგოსის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი, ფილოლოგი, პოეტი. ახლა მე რა მინდა პროფესორმა თემურ ჩილაჩევამ თქვენ კითხავთ იქ Facebook-ზე თავის მეგობარს თუ ითვალისწინებსო და რომელ მეგობარზე ლაპარაკი არ გახსოვთ? ვასიკო მაღლაბერიძეზე. და ვასიკო საქმე. ეს რომან კუსიანმა მომწერა. ხოდა, არა, მე რა მივწერე, ახლა ესე იგი, როგორც თქვენ 100%-იანი, ყველაფერს სიმართლეს წერს, ხო? აქცენტებით სწორად აქვს, ესე იგი, დაცული, მაგრამ აი მე რა ვსწერ. ვაზიარებ ბატონი გია მურღულიას წერილს, ოღონდ შენი შნით. ბატონო გია, ეს ხალხი დიდ ხელფასიანი უსაქმური მოხელეები არიან ბატონი ბიძინას და მისი ახლო გარემოცვის ყურმოჭრილი მაძღარი მონები. აი ამ ხალხზე დგას ამათი ხელისუფლება. ეს მაძღარი მონები და მათი დამქაშები ითხოვენ დღეს 37 წლის რეპრესიებს თქვენისთანა და ჩემისთანებისაგან ქვეყნის გასაწმენდად. წაიგითხეთ ჩვენი ინტელიგენციის მოსაზრებები მზია ამაღლობელის მაქსიმალური სასჯელი დასჯის მოთხოვნით 37 წლის რეპრესიებსაც კი მოითხოვენ. ასე რომ თუ გინდათ ქვეყანა არ დაგემხოს თავზე, ლიფსიტებს კინო აკრიტიკებთ, ამხილეთ და გააკრიტიკეთ კაშალოტები. ძალიან კარგია. მე თქვენ ძალიან დიდ პატივს აი ვინ რა არის ქართულ პოლიტიკაში? აი სწორედ სიმართლის თქმაში. თქვენ სწორს მზანებთ. დიახ. ჩვენ ყველა უნდა ვიღოთ, მე შემთხვევით არ მითქვამს, ყველა უნდა მოვინანიოთ. ცოდვა გვაქვს თუ არ გვაქვს? ყველა ცოდვა გვაქვს. საქართველოს ცოდვის წყაროშია ახლა ჩასული. ყველა უნდა არ ვიცი ეს როგორ შესაძლებელია, რა თქმა უნდა საეკლესიო პირებთანაც ერთად სადღაც მასშტაბურ მდგომარეობაში უნდა დავიწყოთ ჩვენ მონანიებად, რომ ჩვენ ღვთისგზისგან გარიყურები ვართ. ეს ნამდვილად ჩანს. ახლა რა მინდოდა მეთქვა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ამ მდგომარეობაში მივედით არა მარტო იმიტომ, რომ ცამხრივად ეს ხალხია და ამდენი ხელფასი დაინიშნეს, არამედ ამისი გარემო პირობები არის ჩვენთან. მაგალითად, მე გავჩერდი, თქვენ არ ვლაპარაკობთ. მე რაღაცის გამო ჩერდები, რომ ის ჩემი ნათესავია და არ მინდა ვაწყენინო ვიღაცას. არ მინდა ამ საქმეებში ჩავერი, იმიტომ მე რომ ამ საქმეებში ვერევი, მე ჩემ საქმეებთან წხდები. ანუ სერიოზულ საქმეებში როცა მუშაობ, ხელვა არ შემიძლია ბატონო ვახში. ამიტომ გამოსავალი არის ერთობლივ მონანიებაში. ერთობლივად თუ ეს არ გაკეთდა, ჩვენ გზაზე ვერ დავდგებით. იმიტომ რომ ჩვენ მაინც ვართ ისეთი ხალხი, რომ ნათესაობას ვითვალისწინებთ, მეგობრობას ვითვალისწინებთ და მე ჩემ მაგალითს ვყვები, სხვის მაგალითს არ ვყვები. არ არის არ ვაკრიტიკებ მე ჩემ თავს ვაკრიტიკებ. მე ვარ ცოდვილი და მე ვინანიებ. ასევე ყველამ დაიწყოს. რატომ ერთხელაც არ თქვა ბატონმა მურღულიამ, რომ მე მოვინანიებ რაღაცას. მასაც აქვს ბევრი ცოდვა ჩადენილი ამ სახელმწიფოს ამ მიმართულების წასვლაში. მე პირველ რიგში ქართველის წინაშე მე რა ცოდვა ვარ, ვინანიებ იმ ცოდვებს ყველას. და ასე საზოგადოებაში გამოვიდნენ და თქვა თავიანთი ცოდვები. ისევე სახელმწიფო ორგანიზაციებში არასოდეს
არ ყოფილვარ ასე თანამდებობებზე, არც ერთ თანამდებობაზე არ ვარ მე, დამყოფილი რომ არც მაინტერესებს ეს თანამდებობები, მუშაობ სამეცნიერო მიმართულებით, ჩვენ არაჩვეულებრივი სამეცნიერო თემა გვაქვს, ბატონ თემურჩილაჩევასთან ერთად და ამას ვცდილობთ და მუშაობთ. მეცნიერული საქმები თუ არა კაცი დატვირთული, ის საცოდარ მდგომარეობაშია, რა აკეთოს არ იცის და ამიტომ ვერ პოულობს ადგილს, ამიტომ თანამდებობებს ირგებენ და 10-20,000 ლარი უნდა არ ცხვენი ადამიანს. მე მაგალითად ყოველდღე მცხვენი ავტობუსში რომ ვზივარ და ხალხს ფული არ აქვს. მეტროში მათხოვრები დადიან და არ ცხვენი ადამიანებს. 10-20,000 რომ დაგინიშნოს, არ უნდა იყო შენ. ანდა გამოდი და ვიღაცას მიეცი, შეიძლება აძლევს კაცო მე არ ვიცი ხა ვინ რას აკეთებს ამ ქვეყანას, მაგრამ ჩვენ არ ვართ მართალი საზოგადოება. აი მაგალითად ქველმოქმედი ადამიანი რა არის? ქველმოქმედი ადამიანი არ შეიძლება ის ადამიანი იყოს, რომელიც მე ესე იგი როგორც იმერეჩიცია მოგიტეხავ ჭაც მოგიტეხა ესე იგი მოგიტეხა ესე იგი მომიტეხე ჭალი მოგიტეხავ ყველს, ხო? იმერეჩი ვიზდებოდი მე. ანუ საქმე უნდა ვაკეთოთ ისე რომ მე ამას მოგცემ შენ და შენ რაღაცა მომეც. აი ამ პოზიციებზე, ამ პოზიციები საქართველოს ვერ გაკეთდება. ინტერესთა სფეროების გადაკვეთით, ანუ პირადი ინტერესებზეა საუბარი, არა სახელმწიფოებრივი ინტერესები, რომ შევჯგუფდეთ და გავაკეთოთ საქმე, არა. პირადი ინტერესი თანამდებობის დროს, მაგალითად მე არ დამნიშნავენ სხვაზე ვლაპარაკობ, დაუშვათ მე დამნიშნეს, ხო, ეს კაცი ვარ მე, ხო, მე იმას მე უნდა გავაკეთე. ასეთი ერთმანეთთან თანამშრომლობენ ასეთ რაღაც. ეს ეცოდვაა. ეცოდვა და ეცოდვა მოსანანიებელი გვაქვს ჩვენ. მეცენატი არის ქველმოქმედი ადამიანი. სიტყვა მეცენატი იყო რომელი მოღვაწე გაიუს ცინიუს მეცენას რომლის წარმოშობა ეხლა დღეს დავწერე მე Facebook-ზე იმიტომ ყოველ შემთხვევაში იცოდეს ამ კაცმა ეს ძალიან დიდი სახელმწიფო მოღვაწე იყო, მაგრამ ხელოვნებაში და კულტურაში ძალიან ბევრი ფული დააბანდა. არა იმ თვალსაზრისით რომ მე პოლიტიკური ფიგურებში მასვლების დროს ვინმეს იქიდან ქულები ქონოდა. ეგ არისო. ეს კაცი წარმოშობით ეტრუსკი იყო იტალიაში, ეტრუსკები ძველი ცივილიზაციის ხალხია, ეტრუსკები ბერძნული წყაროების, რომაული წყაროების ხებით პელაზგები არიან. ანუ ეს ძველი ცივილიზაცია, ქართველური ცივილიზაციის, რომელზეც შრომები მაქვს, ბევრმა საერთოდ ვერ გაიგო, მაგრამ აკაკი რუსაძე წიგნი რომ აიღოს ძველი კოლხეთი, არ გონადებს ხულებაში ყველა წყაროს ნახავს, რასაც ახლა ჩვენ საუბრობთ. ეტრუსკებთან დაკავშირებით ენეიდა არ აქვს ხალხს აკითხული და დიდი განათლებული მიაჩნია ლექსებს წერენ პოეტი ვარო და ენეიდა არ აქვს ხალხს აკითხული, ჰომეროსის ილიადა და ოდისეა არ აქვს აკითხული. ამიტომ ესე უნდა წაიკითხოს, სადაც ეს ლიტერატურაში, რა თქმა უნდა, ხო რუსთავებს ვერ გავიგებ თუ ეს ლიტერატურა არ გვეწოდინება, იმიტომ რომ ეს უფრო ძველი პერიოდისა ქართულმა ამხელად ისმაღლეს რომ მიაღწია, ესე კი არ არის კაცო. იქ ჰეზამეტრული სისტემა რომ არის ჰომეროში, ილიადაში, ოდისეაში, ეს პანტელონ ბელაძე ასეთ პროფესორი ძველი ბერძნულისა, ის ამ მოსაზრებას ამბობს, რომ ეს არა ინდოევროპული, არამედ ქართველური ესე იგი ლექსიწერის ფორმა არის, რომელზეც თელი ენეიდა, ჰომეროსის ილიადა, ოდისეა, ამის გარდა აპოლონის ოდესების არგონავტიკა, რომელიც რა თქმა უნდა ინდოევროპული ენაა, ბერძნული და ლათინური, მაგრამ იმ სტილზე დაწერეს, რომელიც იყო წინარე პერიოდისა. დაუბრუნდი ახლა ესე იგი მეცენატი რას აკეთებს? მეცენატი იყო ასეთი ადამიანი, რომელიც ასავლიდა, ფულს დებდა, ეხმარებოდა და ამითარებდა სახელმწიფოს. და ხმა მომეცი თუ არ ამბობდა? არა, ის სახელმწიფო მოღვაწეობაში გადადგა მერე. და ჩვენ რო ყავს პოლიტიკოსები ისეთები არიან. ეს არ არის მეცენატეობა. ანუ ქველმოქმედება არის ქველმოქმედი არის ის რომ შენ ჩადე ფულს და იქიდან ფულს არაფერ მოგებას არ იღებ. აი ეს თუ ბევრი ის დაუშვათ ბიზნესმენი რომ რატომ ჩავდო ფული თუ მე მოგებას არ მივიღებ აქედან. არ არის ეს მოგება ერთდღიანი ბატონო ბახში. ეს მოგება მეცენატი არ მეწოდინებოდა დღეს 2000 წელი გავიდა, მაგრამ მისი საქმენი ცოცხალია. აი ესა სიცოცხლე, უგდავება, ზოს გონია ბატონო ბახში ბოდიში, სულს თუ უარყოფს და ხორცს უკდავებას მიანიჭებს,
ხორცი არ არის უგდავი. ხორცი 100-150 წელი იარსებებს, მე მოკვდება, ვერ განვითარდება. მაგრამ სული უგდავია, მისი შემოქმედება უგდავია და აი არჩევანი არ აქვს ხალხს აქედან გამომდინარე სწორად არჩეული. ეს ფულს ვიშოვით, დამით ვიარსებებთ, გვეგონება. არსებობს კაცი შემოქმედებით, სულიერებით და ის იცოცხლებს ბუდა. დიდი მადლობა, გონგია, მოკლედ მე ჩემს პროგრამას გადავუხვიე, შენ ისე საინტერესოდ წაიყვანე ეს თემა. მოკლედ თუ ჩვენ აი ჩვენს დღევანდელობაში გადმოვალთ და ვნახავთ აი გუშინ იყო სასამართლო და მიუსაჯეს 2 წელი ამაღლებელს. ესე იგი ესეც ხომ ერთ-ერთი დიდი მაჩვენებელია ჩვენი დღევანდელი ცხოვრების ავკარგიანობის მაჩვენებელია. მაგრამ საქმე რაშია, აი თქვენ ამბობთ რომ ჩვენ უნდა მოვინანიოთ. კი ბატონო, ჩვენ უნდა მოვინანიოთ ის რომ ზიად გამსახურდია გადააგორეთ. ჩვენ უნდა მოვინანიოთ რომ მე შევარდნაძე მოვიყვანეთ. ჩვენ უნდა მოვინანიოთ რომ მე შევარდნაძე გადავაგდეთ და მოვიყვანეთ კაციჭამია ეს ხალხი. მე ჩვენ უნდა მოვინანიოთ ისევ რომ ის ჩავანაცვლეთ ბატონი ბიძინათი, რომელზეც გულწრფელად გვეგონა რომ დადებითი მოვლენაა და მთელი ასე ვთქვათ სული დაგულით დაუდექით მას გვერდით, მაგრამ აი მე მაგალითად 4 წლის შემდეგ მივხვდი რომ შევწდით 8 წელი მაინც ვითმენდი რაღაცას ალბათ შეცვლის. შეცდომა და ცოდვა ერთია ფაქტობრივად. ამიტომ უნდა მოვინანიოთ. ხმარ მივეცით. ეს უკვე შეცდომა. ხო? არა რა. ესე იგი. ყველა ვიცოდნენ ვარ დავსახმეში. ხო, მაგრამ დღეს ახლა მე რატომ ესე იგი ამაღლებელზე დავიწყე და ამ მე დავიწყე დღეს და გუშინ წინ ისეთი სტატიები დაიწერა Facebook-ში, ხალხი როგორ ამართლებს ხელისუფლებას, პირიქით უფრო მეტი იყო საჭირო და მე ახლა არ მინდა ეს წავიკითხო ისევ, ერთმა ადამიანმა ჩამარხა მოკლედ, უნდა იცოდეს მოსამართლე, ის არა ქვია პიროვნებამ რომ პოლიციელი არ ჩვენ ხომ ყველამ ვიცით რაც მოხდა სინამდვილეში, როგორ დასცინოდნენ ამ ქალს, როგორ ესე იგი იმისთვის რომ გააკრა ამიტომ დაიჭირეს და შეიყვანეს. თურმე ეს არ ყოფილა კანონსაწინააღმდეგო, მაგრამ ის მაინც უკვე იქ შეურაცხყოფილი იყო და ნერვები მოშლილი. მერე გამოიყვანეს, მერე ისევ შეიყვანეს, მერე უკვე ესე იგი დასცინოდნენ და მიიყვანეს იმ მდგომარეობამდე, რომ გაერტყა სილა. მაგრამ თავარი ის არის, რომ ჩვენი კანონმდებლობით და საერთოდ სოფლიოს ყველა კანონმდებლობით ეს სილის გარტყმა არ იმსახურებს, ეს არ არის ადეკვატური პასუხი 2 წელი და თუნდაც საერთოდ 2 თვე ციხეში ჯდომა. სხვა რაღაცები არის და ამ დროს არის საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელიც ამას ამართლებს და ერთმა დაწერა რომ ამართლებს ამას და უამრავი მოწონება ქონდა ამას, უამრავი მოწონება და ბატონო გია მე დავწერე ჩემი მოსაზრება და ბრძანეთ რა საშინელება ამეთქი ეს 37 წელს მაგონებს მეთქი 37 წელს მაგონებს მეთქი არ ვარ მომხრე დაპირისპირებული ერთმა ადამიანმა ამის პასუხად მომწერა სწორედ რომ 37 წელია საჭირო რომ განთავისუფლდეთ ამისთანებისაგან იმ ამისთანებში შენ შედიხარ და მეც და ძალიან ბევრი მე ვინანიებდა როგორ ჩემი ოჯახით შედის მე ვინანიებ ჩვენც ვინანიებ მაგრამ მაინც გაგვაყოლებენი იქ აი რა ეშველება ამას როგორ შეიძლება ამას უშველოთ მონანიება ღმერთთან დაბრუნება ბატონობაში მე მეცნიერი კაცი ამას რომ გეუბნებით არ გეგონოთ რომ ეს არის რაღაც ზედაპირული სარწმუნოებრივი მოსაზრებები ეს არის სუფთა კვლევიდან გამომდინარე რომ ჩვენ თუ არ გავასუფთავებთ ჩვენ შინაგან სამყაროს ჩვენს გარშემო გარემოს ეს უარყოფითი ენერგია სულ იტრიალებს ამიტომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ იმ პირველ საწყის იმ სიმშვიდეს სიყვარულს
ადივიცემას, მაგრამ ეს არ იქნება სანამ ბატონია, ეს არის იდეალისტური მიდგომა და შენ ციცი და მე ციცი ეს არ იქნება. ამას ჩვენ ვერ გავაკეთებთ, რომ მასიურად ხალხი დადგეს ამ პლატფორმაზე, მოინანიოს და მერე დრუგ ესე იგი გახდეს ანგელოზები. არ იქნება ასეთი. ეს შესაძლებელია. აი ერთ საკითხსაც მინდა შევეხო. იგივე, დაახლოებით იმ თემებს ეხება. აი ავიღოთ ეს LGBT თემა. სახელმწიფომ ეს LGBT თემა გახადა თავისი პოლიტიკის ნაწილად და ევროპასთან კონფრონტაციის მიზეზად. ახლა ჩვენი უცოდინარობის ფაქტია, რომ არის ის ბევრმა ევროპაში რა არის ეს თემები როგორ არის. ანუ ჩვენს კონსტიტუციაში და ევროპულ კონსტიტუციაში წერია, რომ ჩვენთანაც იყო დაცული ეს პირობები ადამიანების, ხო იყო მაშინ ძველად ბევრი მქონია გაგებული ასეთ რაღაცებს, მაგრამ არავინ არ მისდევდა ამ ხალხს და არავინ არ ლაპარაკობდა არც ერთ ოჯახში, რომ ეს ისეთია, ან ვინმე შეურაცხყოფდნენ. ესეთი წესი ხონდა ჩვენ საქართველოში და ეს წესი, რომელიც არის ადამიანების ერთმანეთის მიმართ მიმტვებლობა და ამ შემთხვევაში ჩვენ რომ ვინმეს განაჩენს გამოვუტანთ, ეს ჩვენი საქმე არ არის, ეს განაჩენს გამოვუტანს ღმერთი ყველას. ბატონგია, ისევ და ისევ ეს არ არის იდეალისტური. შენ აი სულ მეცნიერულ ენაში გინდა. მოდით პრაქტიკულად ვიმსჯელოთ. ამ თემით სარგებლობს ხელისუფლება, რომელსაც უნდა შეინარჩუნოს თავისი ხელისუფლება საუკუნეების მანძილზე და მერე შვილებს დაუტოვოს და ასეთი მფარველი, რომელიც მას ამის უფლებას მისცემს, ეს არის დიქტატორული და აი ასეთი რეჟიმი, როგორიც არის რუსეთის რეჟიმი, როგორიც არის ირანის რეჟიმი და კიდევ ესეთი რამოდენიმე ასეთი რეჟიმი და ის ამას ასაღებს და ყავს ისეთი ხალხი, რომელიც ამას ხარს უჭერს და ამით ფულს შოულობს. რატომ არის ეს ბატონო? ჩვენთან განათლების დონე, ანუ მეცნიერული აზრის, სწორი აზრის თანახმის საშუალება არ არის. ტელევიზიები არ აქვს. მე და თქვენ როდესმე გამოსულ ვარ პირველ არხზე საქართველოს სამაუწყებლო. აი დღეს ან დაუშვათ პირველი აქტიური და მაუწყებლის გენერალურმა თუ მაღლაფერიზემ ოპოზიციური ტელევიზიები რომელიმეში ყოფილი არც ერთში საზოგადოებას უნდა მივაწვდინოთ ინფორმაცია არ აქვს ვიტანილი ბატონო ვახში და საზოგადოება თხოვდება ახლა სოფელში გლეხი ჩვენზე უკეთესად აზროვნებს ბატონო ვახში მე ამას დავაკვირდი იმან თავისი საქმე იცის და თავის საქმეში ტყუილნების არ გადადებს ჩვენ ყოველდღე აქ ქალაქში ვატყუილებენ თვალწინ აი ეს ამბავია ეს მოგლეთ საზოგადოების პრობლემაა ეს ბატონო ვახში საზოგადოების პრობლემაა ჩვენი პრობლემაა ყველას პრობლემაა ჩვენი მომავლის პრობლემაა ესე იგი თქვენ სწორს ამბობთ რომ ესე იგი განათლების დონე არის ძალიან დაბალი ამავე დროს აი მორღულიაც ამბობს რომ განათლება სკოლებში ძალიან ცუდად მიდის და ცუდ მაგალითზე ვზრდით რომ ესე იგი დასასჯელს არ ვსჯით დასასჯელს პირიქით ესე იგი ვაწინაურებთ და ასე შემდეგ და ამ დროს ესე იგი არაფერი არ კეთდება აი ამ მიმართულებით მე ახლა დღეს აქ რო შემოვდიოდი თქვენ იცით იქ ბაღში ხალხი ყოველთვის ის და ვიღაცა გამომელაპარაკა და თემური შაშიაშვილზე და ხო მეთქი ბატონ თემური შაშიაშვილ სხვათა შორის ეს ქალბატონი ელენეს წინ წამოწევა ეს ბატონი თემურის დამსახურება იყო ის რომ ესე იგი განათლება არ გვივარგა ეს ბატონი თემურის ხელმძღვანელობით გაკეთებულ პროგრამაში და იმაში დოქტრინაში ის წამოწეულია წინა პლანზე ასევე ბატონი თემურის მიერ იყო ინიცირებული და რამდენჯერ უთქვია რომ მასწავლებელს პრეზიდენტზე ერთი ლარით მეტი უნდა ქონდეს ხელფასიო ეს მისი ფორმულირება რომ აი გუბერნატორი რო იყო გააკეთა ისე რომ მას რო ქონდა იმაზე მეტი ქონდა ხელფასი მასწავლებელს და პედაგოგს და უმაღლეს განათლების მუშაკებს მაგრამ ის ერთი იყო მაგრამ იგივე შევარდნაძის რეჟიმმა ის ამბავი რომ ასეთი რამე შესაძლებელია ჩაჩქმალა მიჩქმალა და არავინ არ იცოდა და დღესაც არავინ არ იცის ესე იგი პოზიტიური და კარგი იმალება
და ამას ხელს უწყობს როგორც სახელმწიფო ტელევიზიები, ასევე ოპოზიციური ტელევიზიები. და ერთი ჩვენ ვართ კინკილა ტელევიზია, რომელსაც ესე იგი, სადაც შეიძლება მოსვლა და თქვა სიმართლე, მაგრამ აქაც მოდიან ისინიც, ვინც აი იმ საზღვრებს ავრცელებენ. ანუ პოლიტიკური განათლება რა აქვს ჩვენ ხალხს, ამას ვამბობ ჩვენ, თორემ განათლებული არის საზოგადოება. პოლიტიკური აი ევროპაში რომ მოხდება რაღაცა, რომ იგრძნობენ ბატონობაში, რომ რაღაცა გადახვევა კანონიდან, იმ წუთას არის პროტესტები. არა, ჩვენ აი მე მაგალითს გეტყვი, ანუ LGBT-ზე დავიწყე და ახლა ხან ბატონი სოსო ბაჩიაშვილმა ცნობილი პიროვნებაა, იუსტიციის მინისტრიც იყო, იმის კიდე ეკონომიური რაღაცის სამჯერ თუ 4-ჯერ იყო მინისტრი და ძალიან მოაზროვნე კარგი პიროვნება არის და მაგან მოიყვანა წყაროები და იმ წყაროებიდან ამოღებული აი ასეთი ცხრილი შეადგინა. მე ახლა არ მინდა მაგი ვიპოვო და ვილაპარაკო დროцоდა, მაგრამ თავი რა არის LGBT გადახრებით ადამიანები ევროპულ ქვეყნებში 1%-დან მაქსიმუმ ვიღაცას აქვს 3%. ეს ავადმყოფობის ფორმა თუ რა ვიცი ახლა არიციან ზოგადად რა არის ეს ამაზე აგება პოლიტიკა ჯერითი იქ სადაც თითქოს და ამის მიმართ დიდი ლოიალობა არის იქ ჩვენთანაც იგივე იქნება მე ისი თქმა მინდა ეს არის რაღაც ნორმალურიდან გადახრა ხო არის ხო გენეტიკური გადახრების სხვა მიმართულებით ხო არის კაცო ადამიანები და იმათ ჩვენ რა აუტიზმი არის გადახრა და ვინ იყო აუტისტები ცნობილი ადამიანებიდან ბეთჰოვენი, მოცარტი, დოსტოევსკი, ტოლსტოი, გენიოსები. რა ვქნათ ახლა ჩავქოლოთ ეს ხალხი? მე ახლა რადგანაც მუსიკალური ოჯახი მყავს და შვილები ამით არიან დაკავებული, ასეთ ინფორმაციას მოგაწვდი აგერ და საზოგადოებასაც. აღმოჩნდა რომ დანიელებმა გამოიკვლიეს მუსიკოსებმა და ექიმებმა. და აღმოჩნდა რომ საზოგადოების 4%-ს აბსოლუტურად არ აქვს მუსიკალური სმენა. და ამ სმენას, ამ მუსიკალურ ჰანგებს აღიქვამს როგორც ხმაურს. და იმას ნებისმიერი მუსიკა აწუხებს. სმენა არ აქვს მუსიკის. ამის გამო დავისაჯოთ? შენ უბრალოდ მუსიკის სმენა არ არის, მაგრამ როცა შენ მუსიკა მაინც გესმის და სიამოვნებს, მაგრამ იმას არ სიამოვნებს, ის ხმაურია, მე რა ნორმალური კაცი მეტალურგიულ კომბინატში შევიდე და იქ ბრახა ბრუხი მესმის, აი ისე ესმის მას ნებისმიერი მუსიკალური ნაწარმოები. და იმ ექიმებმა ეს ჩათვალეს ავადმყოფობად. და იმ ავადმყოფობას სახელად დაარქვეს ამუზია. ესე იგი ეს არის რაღაც გადახვევა. ამიტომ აი ამ LGBT თემის აი ასეთი წინ წამოწევა და სახელმწიფო პოლიტიკად გახსომა ეს არის ძალიან ნუ ესე იგი უღირსი საქციელი ხელისუფლების მხრიდან. მე ამის თქმა მინდა. და არ შეიძლება რომ ასეთ ხელისუფლებას ესე იგი კიდე ვაძლევდეთ საშუალებას რომ ის იყოს ხელისუფალი. ბატონობაში წიგნები რომ ქონდეს ამ ადამიანებს საკითხული სოდომური და გომორული ისინი ბიბლიაშიც არის აღნიშნული და შუმერულ ტექსტებშიც გვაქვს კაცო 3000 4000 5000 წინდი 4050 წლის ტექსტებში რომ ასეთი ავადმყოფობით არიან ადამიანები. ცნობილია ტექსტებში და ჯერეთი კუნძული ლესბოსი რომ არის დღეს ლესბოსულობა აქედან მოდის ეს უნდა იცოდეს ეს ადამიანური გადახრები ცხოველებსაც აქვს დრო გამითავდა ძალიან საინტერესო იყო გვიან დავიწყეთ გავაგრძელებთ ამ თემებზე ლაპარაკს დღესიც გადახრას ქონდა ზევსაც დღეს ჩვენ ერთი დასკვნა შეგვიძლია მურღულიასი და ბაჩიაშვილის და ამერიტინერი და ერთად დასკვნა შეგვიძლია რომ ქართულ პოლიტიკაში ჩვენ ღირსეული პოლიტიკოსების სამწუხაროდ არ აქვს მოვინანიოთ უნდა და თუ აქა-იქ არა სამთავრობო და არა ოპოზიციურ ტელევიზიებში თუ გამოჩნდა ვიღაცა ნორმალური აი ის უნდა ვეძებოთ ამიტომ
გირჩევთ, უყურეთ ჩვენ ტელევიზიას. აი აქ რომ გამოჩნდეს ღირსეული ადამიანი, ალბათობა გაცილებით მეტია, ვინმე იმ სხვა ტელევიზიებში, როგორც სამთავრობოში, ისე ოპოზიციურში. დიდი მადლობა რომ გიყურეთ. დიდი მადლობა.